რომ დროა დიდი ხანია განგაში ზარები ისმის, მაგრამ არ ვიცი რაღაცა ახალზე უნდა გადავიყვანოთ, იმიტომ რომ ეს რეჟიმი რაღაცა გავეშებული არის და რაღაცა დიდი ჟილი და აღტაცებით ცდილობს ამ წინააღმდეგობის კერების შაქრობას, როგორც სისტემურის, ასევე სპონტანურის და აბსოლუტურად ყველაფერს ებრძვის განსაკუთრებული სამიზნე არის ეს მრავალდღიანი აქციები და განსაკუთრებული სამიზნე მართლა მედიაც და ყველა წინააღმდეგობის კერა, რაც არის ეს დღევანდელი დაკავებები, რაც შეც ჩამოთვალე ახლა თეა ადამიანები და ვახოსანაია რომელთან ერთადაც ახლა 1 საათში ეთერში უნდა ყოფილიყავი ეს ფაქტობრივი მანიშნებელი არის, როგორ ვიწროვდება და თან იმ ფონზე როცა ვიწროვდება ყველა მიმართულებით ეს ხუთები. ანუ ეს ადამიანი ჭამია რეჟიმი გახდა, ამან უნდა შეჭამოს ყოველდღიურად რამდენიმე ადამიანი, უნდა დაიჭიროს, დააპატიმროს, გაანადგუროს რაღაც ანახაობების გადაიქცა ძალოვანი სტრუქტურების ბრიფინგები და ამაში ახლა არ ვიცი მთელი ქვეყანა ამაში ცხოვრობთ, რაც აუტანელია, მიუღებელია და ფიქრობ რომ უნდა გამოვხიზდეთ ყველანი და არ დაუშვათ ეს და გაათავისუფლოს რეჟიმმა ტყვეები. იმიტომ რომ ეს არ შეიძლება ვახოსანაიას დაპატიმრება არის მიუღებელი, იმიტომ რომ ეს კანონი, რომელიც შემოიღეს, რომელზეც პირდაპირ პრემიერ-მინისტრი ყვება, რომ ეს კანონი იმისთვის შემოვიღეთ, რომ ჯარიმები არ მუშაობს. თავისუფალი ადამიანები მაინც ქუჩაში დგანანო. თავისი სტატისტიკის, რა ქვია, ტექნიკურ დეტალებიდან ამომდინარე, აქ ადამიანის ბედებით და ბედისწერებით ჟონგლიორობს და ეგ არა აქვს მაგის უფლება არც ერთ მთავრობას, არც ხელისუფლებას ლეგიტიმურსაც კიდე. ესენი მით უმეტეს ბოროტის სისტემა ცდილობს დაამყაროს ქვეყანაში დიქტატურა და შორს არ არის ამ მიზნის მიღწევისგან, მაგრამ ყველა დიქტატურას აქვს ერთი დასასრული. ხელში ამოსული საზოგადოება ამთავრებს თავს გასული, გაბოროტებული იდეაში საკუთარი დამცველების და მსახურების გაბატონებული კლასის თარეს. ჩვენც რაღაც მოქმედების ახალი მეთოდები და ფორმები გვაქვს მოსაფიქრებელი ფაქტია, რომ ქართული ოცნება შეიძლება მივიდეს იქამდე, რომ რუსთაველი გაათავისუფლოს და გაწმინდოს, მაგრამ პროტესტს ვერ მოკლავს. ეს პროტესტი ძალიან ცუდად შემოუბრუნდება თვითონ მას მიშა, როგორ ფიქრობ შენ? ცხადია ეს ახლა ცხოვრების კანონია, სიცოცხლის კანონია. და ფიზიკის კანონიც არის, ყველაფრის კანონია, ბუნებრივია ეს ასე მოხდება. უბრალოდ ერთ დეტალს მინდა ხაზი გაუსვა ვახოს შემთხვევაში. დიახ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რეჟიმი დევნის ვახოსანაიას. ამით, აი ამ მასობრიობით, ამ დაჭერებით, ყოველდღიურობით, ამ დაძაბულობით, რას უნდათ რომ მიაღწიონ, რომ ადამიანები გაუთხდეთ და არ უჯეროდეს და მე მას შემდეგ რას ვნახე, ესეთი რამე არ მინახავს, რომ დაკავებული ვახოსანაია თავის ხელით აღებს პოლიციის მანქანას და ჯდება. და იღიმის სახეზე, იმიტომ რომ აქ ცოტა ესეთი ამბავია, რომ ვაკვირდები ადამიანებს, ზოგი მოგება-წაგების ეხში შედიან ხოლმე და ზოგი რაღაცა ისა ფრუსტრაციის გზაზე ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ აი გვიგებს. ამ პირიქით რა ოპტიმიზმის გზაზე ამბობენ, რომ უნდა მოუგო და ცოტა მოგება-წაგების დრამებში შევდივართ თითქოს და სინამდვილეში აქ მოგება-წაგების კი არა, ყოფნა არ ყოფნის საკითხი წდება. ნამდვილად. და აქ ხომარ ბაზულ ნებებზე კი არ არის მართლა, რომ უხრა მაგარი ის არის, რა ქვია, ბიძინა უფრო მაგარი ბოროტმოქმედია. თუ საზოგადოება უფრო დემოკრატიული ვართ, აი ამას ვაჯიბრებ და ის თუ მაგარი ბოროტმოქმედი არის და ეგ აიმარჯვოს, რა ლოგიკაა? აქ ჩვენ უზენაეს სამართალზე ვსაუბრობთ და ადამიანების უფლებაზე თვითონ გადაწყვიტონ საკუთარი ბედი და ყველაფერი არ იყოს
ერთი ადამიანის, რომელიც ერთი უცვლელი, ჩაბღაუჭებული ან ძალაუფლება შეზრდილი ადამიანის, რომელსაც არ ვიცი ახლა ეს რომელი ფაზაა, როცა არც შინაურს და არც გარეულს აღარავის აღარ იმდობს და ყველას ამოუტრიალებს იმას რა ქვია და გამოუფენს დაფარულს არ არის ეს მისთვის ეს მხოლოდ ვიდეო კადრების გამოქვეყნება არ არის მისთვის შეუძლია შენი ძვირფასეულობა ამოგიღოს და გამოაქვეყნოს რა აი ესე ქონდა მიშა ასეა და ერთი ამ წუთას რაც შეგვიძლია ვისურვო და გისურვო შენც აი ხლა როცა დაიწყება შეუპოვრობით და ღიმილით სახეზე აი ესე უნდა შევეგუო და ეს იმას კი არ ნიშნავს ღიმილის სახეზე რომ არასერიოზულად უყურებთ ამას არა ეს ჩვენი გაუტეხლობა უნდა იყოს ჩვენი გაუტეხლობა უნდა იყოს ამაზე პასუხი და ვინც როგორ გადავიტანთ ამას ზოგი ბრაზიანი სახით თუ ზოგი ღიმილიანი ყველამ აი ესე თავარი არის რომ შიგნიდან არ უნდა გავწყდეთ არავინ რა იმიტომ რომ ამისთვის არის ეს ყველაფერი 2000 კაცს კი არ აპატიმრებენ 20 აპატიმრებენ იმიტომ რომ 2000 ვერ დააპატიმრებენ კი ბატონო და ეს უნდა იყოს სიგნალი ჩვენი საზოგადოებისთვის უნდა ჩემი მაშინ 2000 უნდა დააპატიმრო თუ დაპატიმრება უნდა არა ამათ უნდათ რომ დაპატიმრების გვეშინოდეს და არ გვეშინოდეს არაფერს კი ბატონო სამშობლოს გამო 15 დღით ციხეში ჯდომა ალბათ არის ერთ-ერთ უდიდეს პატივთაგანი რაც შეიძლება დღეს დაიმართოს ქართველ ადამიანს